პერსონალური წოდომის შემდეგ კომისიას უნდობლობა დღეს კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის პაატა დავით აიას ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს და ალტერნატიული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც მათი თქმით პოლიტიკური გაერთიანებების ერთობლივი კონსულტაციების შედეგად უნდა დაკომპლექტდეს. გუშინდელი წოდომის შემდგომ ყველა დაარწმუნდა, რომ ბატონი დავით აიას თავმჯდომარეობით შექმნილი კომისია. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის და ხელისუფლების გადასარჩენად შექმნილი კომისია. კომისიამ ამ ფორმით უნდა შეწყვიტოს მუშაობა, ჩვენ უნდა დავიწყოთ გაუყენებელი კონსულტაციები პოლიტიკურ ძალებთან, რათა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი და მიუხედავებელი კომისია. მე მოვიტყო, რომ პაატა დავით აია გადადგეს და ვთავაზობთ, იმიტომ რომ ამას ვერ მოვიტყო, ვთავაზობთ, რომ დანარჩენი ადამიანები მუსიკ არიან, თუ რამე სინდისი გააჩნიათ, თუ თავს თვლიან ან ოპოზიციას, ან ღირსეულ ადამიანებას, მე მგონი უნდა გამოვიდნენ იმ კომისიიდან, რომელმაც გუშინ დაასრულა თავისი არსებობა, დღეს გააგრძელა როგორც ფარსი. აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებით საპარლამენტო კომისიის ხდომა, რომლის შესახებაც კომენტარები დღეს მთელი დღის განმავლობაში შეცდებოდა, გუშინ სკანდალი დასრულდა. ეროსი კიტმარიშვილმა ხდომა მას შემდეგ დატოვა, რაც მასთან და კომისიის წევრებს შორის სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ამის მიზეზი კი ის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც კიტმარიშვილმა საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალის სამხედრო ოპერაციების დაწყების ინიციატორად დაასახელა. საქართველოს ხელისუფლება იქნა პროვოცირებული, თუ არ იქნა პროვოცირებული, რა თქმა უნდა სამხედრო მოქმედებები განახორციელა პირველმა 8-ში, 7-ში. რაც შეეხება იმას, თუ როგორ იყო მზად რუსეთი მე ხაზგასმებში და რუსეთი მზად იყო ყველანაირად იმისათვის, რომ განახორციელებინა ისად განახორციელეს, ეს იყო მათი სერიოზული გეგმის ნაწილი. ადამიანი ზიხარ და მაგას ლაპარაკობს, მეტი რაც უნდა. ქართველი ადამიანი რომ ზივარ, იმიტომ ვლაპარაკობ. ძალიან მწუხ, ძალიან მწუხ, ძალიან მწუხ. მე მწუხ. ძალიან მწუხ, ძალიან მწუხ. ძალიან მწუხ. შევ დაწო. მანდატო მწუხ. მოვიწმინეთ ეს უსქეში მომხდეული სამყარო მოქმედებების გამო ადამიანის უბრალოდ მცდელობები ყოველგვარი საბუთის, ყოველგვარი ფაქტების გარეშე რაღაც ბუნებაში არარსებული რეალობის ავსმოყოვისა. საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით საუბარს პარასკევს ოპოზიციასთან და დიპლომატებთან დაგეგმილ შეხვედრაზე გეგმავს. მანამდე კიდევ ერთ თემაზე ამახვილებს ყურადღებას და ტელეკომპანია რუსთავი 2-ით 30%-იანი წილის დაბრუნებას მოითხოვს. კიტმარიშვილი ამბობს, რომ ეცდება რუსთავი 2-ის წილი სამართლებრივი გზით დაიბრუნოს და ის საზოგადოებრივ ტელევიზიად ჩამოაყალიბოს. კიტმარიშვილმა დღეს ტელეკომპანია ინესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და მისი პატარკაციშვილის ოჯახისთვის დაბრუნება моитхова. Я подаю иск в ближайшее время на Саакашвили с требованием возвратить мою долю канала, который был отнят в 2004 году. Я подаю иск. И эта часть, эта доля будет сразу в тот же момент передана журналистскому сообществу. ეროსი კიტმარიშვილის დღესარდაო კონკრეტებია, თუ რა კონკრეტული ნაბიჯებით გაზაფხულს გეგმავს რუსთავი 2-ის წილის დასაბრუნებლად, თუმცა ამ საკითხში მას კონკურენტად სავარაუდოდ ქიბარ ხალვაში ეყოლება, რომელმაც კიტმარიშვილის და რუსთავი 2-ის წილი 2020 წელს შეიძინა. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ საგაზეთო ინტერვიუში ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წილის დაბრუნებაზე საუბრობს, რასაც ის სასამართლოდ გზით გეგმავს. ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ქართული მედიისადმი 7 პუნქტიან მიმართვას აუცილებს. მისი თქმით მზადდება ახალი რევოლუცია, მის გამო რომ ვარდების რევოლუციონერები და სააკაშვილის რეჟიმის ექს-მაღალჩინოსნები ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში დამკვიდრებას იწყებენ. ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებაში ისევ იგივე პირები მოვიდნენ. ჟურნალისტი ირმა ინაშვილი საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი თქმით ექს-მაღალჩინოსნები მხოლოდ ხელისუფლების დანაშაულზე საუბრობენ, თავად კი ხელისუფლებაში ბიუჯეტის ხარჯზე ნაშოვნი ფულით დაბრუნებას გეგმავენ. მისასალმებელია თავისთავად ფაქტი, როცა ხდება ყოფილი ექს-მაღალჩინოსნების მხრიდან სიმართლის აღიარება ბოლოს და ბოლოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ აღიარებებში არ ჩანს სინანული და არ ჩანს მონანიება, არ ჩანს საკუთარი შეცდომების აღიარება. თითი გაშვერილია მხოლოდ სხვებისკენ. არადა ეს ამღიარებელი ყოფილი ექს-მაღალი ჩინოსნები თავად არიან სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მონაწილეები. რუსი უფლებადამცველები ახალგორის რაიონში ქართული მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. ამის შესახებ ინტერნეტ გამოცემა კავკასკი უზელი უწება. უფლებებისამცველი ცენტრის მემორიალის წევრი, რომელმაც ახალგორის რაიონი 21 ნოემბერს მოინახულა, აცხადებს, რომ ქართულ სოფლებში მწვავედ დგას პროდუქტებით მომარაგების და სამედიცინო მომსახურების პრობლემები. რუსი უფლებადამცველები მყოფებიან სოფლებში მისაბრუნი, იკოთი, ყანჩავეთი, კორინთა, რომლებიც ქართველებით არის დასახლებული, ასევე ლენინგორში, სადაც ქართველები და ოსები ერთად
კარგი ცხოვრობენ. რუსი უფლებადამცველების თქმით, ქართულ სოფლებში გაძაბული ვითარება. მათი თქმით, ქართული სოფლების მოსახლეობის 70-80% საქართველოს სხვა რაიონებშია გასული და სოფლებში ხალები და ბავშვები საერთოდ აღარ იმყოფებიან. დინამოს სტადიონთან გარემო ვაჭრები დიდუბე ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომლობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ. გარემო ვაჭრებმა დღეს გამგეობის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, მათ სავაჭრო ადგილები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაატოვებინეს. აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოსხოვნა ფართების დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდება, ისინი საპროტესტო აქციაში ნაგასაკუთრებელ სამინისტროსთანაც გამართავენ. გრძელდება ბრძოლა გარემო ვაჭრებთან, ადამიანებთან, რომლებიც ძალიან მძიმე შრომით ფიდასაკმაყოფილები არიან საარჩენ საკუთარ ოჯახებს. მათ ხელისუფლება მთლიანობაში არცოს უკმაყოფილებს დაარსებებს ხარობს, ისეთ არცოს მათ სოციალურ უფლებებს და სოციალურ უფლებასაც კი. იმიტომ რომ მათი ოჯახის არსებობა დამოკიდებულია ამ მძიმე შრომაზე, რომელიც მათ ნამდვილად არ ეხალისება. ისება კი ცდილობს დააპირისპიროს საზოგადოების წარმომადგენლები ერთმანეთთან. გარემო ვაჭრები შიდა მოვაჭრეებთან. გარემო ვაჭრებში ასევე ცდილობენ შუღლის შეტანას პროდუქტების მოვაჭრეებსა და ასეთ მოვაჭრეებს შორის. იმიტომ ასეთ მოვაჭრეების გამგებ გადაწყვეტს ამიტანს და შემდეგ უკვე მეორე ნაწილზე გადავლენ ეს მარტივი წესია, გაგიშვიდა იყო კომპლექსები, მოქმედებს ხელისუფლება. ის მაგივრად რომ მან მოაწესრიგოს საკითხები და საზოგადოებაში კონსენსუსი და სოლიდარობა შეუწყოს ხელი. ეს არის უსამართლო და დანაშაულების რეჟიმის სტილი და არა დემოკრატიული მმართველობა. შემოსავალი მთელი რაც გვაქვს, ელემენტარული საარსებო არის ეს ყოველდღიური. არ არის რომ დავაგროვოთ, ეს არის ჩვენი ყოველდღიური პურისული და რაც გვაქვს, ხო ჩადებული გვაქვს საქონელში. ესე გაუცხილებთ, მოვლენ აწვრიან და ყველაფერი და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ რა. რაღაცა ცოტა ხანი მაინც უნდა გავიგრძელო რაღაცა წინასწარ გვიცხანა რაღაცა საარსებო ელემენტარული მინიმუმი შეგვიძლია. გამგეობას აღნიშნული მოსულება არ გააჩნია, რომ ან გასცეს ლიცენზია ამ ადამიანებისთვის ვაჭრობის შესახებ, ან აუკრძალოს ამ ადამიანებს ლიცენზია, უბრალოდ აქ ეს ადამიანები არიან გარემო ვაჭრები, რომლებიც ძირითადად ეზერგრეის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ. ჩვენ არაერთხელ ვეცადეთ დღესაც ჰქონდა საუბარი მათთან იმის შესახებ, რომ გამოიძებნეს ალტერნატიული ფაქტები და ეს ადამიანები არ დარჩნენ უმნიშვნელოები და საქართველოს საპატრიარქოს 25-მდე ობიექტის სიმბოლურ ფასად გადაეცა. ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის ხდომაზე გახდა ცნობილი. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მდებარეობს. პრემიერ-მინისტრი გრიგოლ გალობეშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში აქტიური სამუშაოები ჩატარდა იმისთვის, რომ განსაზღვრულიყო ის ქონება, რომელიც ამ ეტაპზე გადაეცა საპატრიარქოს. გალობეშვილის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობას მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს. ჩვენ უპირველეს ყოვლისა პირველ საკითხად განვიხილავთ საქართველოს საპატრიარქოსთვის ქონების გადაცემის საკითხს, იმ ისტორიული ქონების, რომელიც ეკუთვნოდა საქართველოს ეკლესიას, ასევე ჩვენ მათთან მუშაობთ განსაკუთრებით უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოს ეკლესიასთან კომისიის ფარგლებში საპატრიარქოსთან ჩატარდა აქტიური მუშაობა, რათა განსაზღვრულიყო ის ქონება, რომელსაც ჩვენ ამ ეტაპზე გადავცემთ საქართველოს საპატრიარქოს. ის ქონება, რომელიც ოდესღაც რაიმე სახით ეკუთვნოდა საპატრიარქოს და მეორე მხრივ კიდევ დამატებით გადავცეთ ის ქონებები, რომელიც შეიძლება ხელი შეუწყოს საქართველოში საპატრიარქოს მნიშვნელობის გაძლიერებას და ხელი შეუწყოს ოდესღაც საპატრიარქომ კიდევ უკვე შეძლოს თავისი საქმიანობის გაგრძელება. უმეტი ჩვენი მადლობა გამოვხატო საქართველოს მთავრობისადმი. რადგან ის ქონება, რომელიც უბრუნდება საპატრიარქოს, ის ქონება, რომელიც წარმოადგენს საჭიროებას იმისათვის, რომ საპატრიარქომ განახორციელოს სოციალური პროექტები, უფრო უკეთესად გახდეს სასულიერო მომზადება, სასულიერო სწავლება, გაიხსნას სკოლები, გიმნაზიები, რომელიც საპატრიარქოს დაქვემდებარებაში იქნება, ამისათვის აუცილებელი არის ის ქონება, რომლის გადმოცემაც ხდება დღეს და ამისათვის უმეტი მადლობა გადაგიხადოთ ყველას. ებრაულ სახლში დღეს სერტიფიკატი გადაეცა იმ სტუდენტებს, რომლებმაც საქართველოს პროფესიული კავშირისა და ამერიკის ებრაელთა გაერთიანებული გამავრცელებელი კომიტეტის პროგრამა გაიარეს. პროგრამა პროფესიული მომზადება დასაქმებისთვის კურსდამთავრებულთა დასაქმებასაც ითვალისწინებს. ამ პროგრამით 54 მსმენელი მომზადდა. სერტიფიკატების გადაცემა საზეიმო ვითარებაში პარლამენტის თავმჯდომარე რუსუდან კერვალიშვილის გაეცეს. 7 წლის განმავლობაში მე გავიარე სარეკლამო აგენტის სასწავლო პროგრამა
ამ პროგრამით მე ვიყავი ისრაელში, ანუ დაგვაფინანსა ორგანიზაცია მაშაფმა, ჯოინტმა და პროკავშირებმა, იქ შეგვასწავლეს გაძლიერებული ბიზნეს მენეჯმენტი, ჩამოვედი ეხლა მუშაობ ორგანიზაცია NGP, ახალი ქართული პოლიგრაფია თბილისში, საქართველოს სპორტული განათლების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია ჯოინტის ერთობლივი პროექტი, ერთობლივი სწავლების, პროფესიული სწავლების კურსები, რომელიც ძირითადი ასე ვთქვათ, დევიზია სწავლება დასაქმებისათვის. დღევანდელ დღეს არის ერთობლივი პროექტის განხორციელების დღე, როდესაც ებრაული და ქართული მხარე, ჯოინტი და საქართველოს პროფესიული კავშირები ერთად გახსენენ სიგელებს და სპეციალურ მოწვევებს იმ ადამიანებისთვის, რომელმაც გაიარეს დასაქმების პროგრამა.